ევროპაში ძლიერი ყინვა და დიდ თოვლობა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ტოლვილებსა და მიგრანტებს პრობლემებს უქმნის. სტიქიის გამოკარვებსა და დროებით თავშესაფრებში ურთულეს პირობებში მცხოვრებ მიგრანტებს ჯანმრთელობის და საკვების პრობლემები აწუხებთ. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ბავშვები, რადგან ბალკანეთსა და საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა -10-დან -20 გრადუსამდე მერყეობს. ევროპის კონტინენტზე უამინდობა მთავარ საფრთხეს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მიგრანტებისთვის წარმოადგენს. კავრებსა და დროებით თავშესაფრებში მცხოვრებ მიგრანტებს 20 გრადუსიანი ყინვის გაძლება იძულებით უწევთ. ტოლვილები კომპაქტურად ბალკანეთის ქვეყნებსა და საბერძნეთში ცხოვრობენ. ძლიერი ყინვა და თოვლი ევროპაში იძულებით ჩასული ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ტოლვილები სტიქიას დროებით საცხოვრებლებში ცეცხლის დანთებით ებრძვიან. ჰუმანიტარული ორგანიზაციები ადგილობრივ ხელისუფლებას საგანგებო ღონისძიებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. სერბეთში 7000-მდე ტოლვილია რეგისტრირებული. მსგავსი ადგილი სიზმარშიც არ მინახავს, ძალიან რთული მდგომარეობაა და ძალიან ცივა. მე ასეთი ადგილი მაქვს, სადაც 3 ადამიანი ვცხოვრობთ. ამინდი აქ ძალიან სწრაფად იგრძნობა, განსაკუთრებით ღამის საათებში ცივა. ტოლვილებისთვის ცალკე პრობლემაა საკვები, რომლის მისაღებად გრძელ რიგში დგომა უწევთ. საკვების მიღებამდე კი ულუფა ხშირად უკვე ცივია. სტიქიისა და არასათანადო თავშესაფრის გამო მიგრანტების დიდ ნაწილს გრიპის ვირუსი აქვს. წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია ტოლვილების დახმარებას ცდილობს. მნიშვნელოვანი პრობლემაა გრიპი. ტოლვილები გაყინულები არიან, რადგან აქ ძალიან ცივა. ჩვენ მიგრანტებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფთ. ძიმე მდგომარეობაა შექმნილი საბერძნეთში მდებარე მიგრანტთა თავშესაფრებში, რომლებიც ზამთრის პირობებზე გათვლილი არ არის. საბერძნეთის რამდენიმე კუნძულზე შექმნილ მდგომარეობას ევროკომისიამ შეუსაბამო უწოდა და ათენი არასათანადო პირობებისთვის გააკრიტიკა. საბერძნეთში ამ დროისთვის 60,000 მიგრანტი კაროებში, მიტოვებულ ქარხნებსა და საწყობებში ცხოვრობს. ბავშვებისთვის ძალიან სიცივეა, ეს არ არის სირიის მსგავსი ქვეყანა. ჩვენი საცხოვრებლის ახლოს ქალაქიც კი არ არის. ევროპაში არქტიკული ციკლონი მძვინვარებს, რის გამოც კონტინენტის ზოგ რეგიონში ტემპერატურა -30 გრადუსამდეც დაეცა.